ჩემი სახელია ირაკლი მატარაძე, მინდა გაჩვენოთ ქუთაისის გარშემო სალაშქრო ბილიკები. ამისთვის კი გამოიწერეთ ჩემი არხი იკა Outdoors. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენეთ მდინარე წყალწითელას ხეობას. დაახლოებით 15 წუთი დამჭირდა ჩემი სახლიდან საბიჭრის ცენტრამდე, ეხლა კი ჩავუყვებით ქვაფენილს და შევალთ წყალწითელას ხეობაში. ეს არის იასონის ღვიმე. ღვიმე მიეკუთვნება ქვის ხანის პერიოდს, ღვიმეებში სიარულისთვის პირველი არის უსაფრთხოება. უნდა გქონდეს ჩაფხუტი, ფანარი და სპეციალური დასაცმელი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ შიგნით არ გავაგზავნებთ ზიანს. აქვეა ეს ხიდი, ის იცავს წყლის მოვარდნისგან, დაახლოებით აშენებულია მე-17 და მე-18 საუკუნეში. გადმოვინაცვლეთ ხეობის დასავლეთ ნაწილში და ამ კარგ მდინარესთან ახლოს ამ ტერიტორიაზე არის პატარა მღვიმე. ეჰეი! ძალიან მაგარი პატარა მღვიმე გვაქვს და ძალიან კაია რა. მეგობრებო, ესეთი პატარ-პატარა მღვიმეები ამ ხეობაში ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები და აუცილებლად თუ კი აქ ამოსვლას გადაწყვეტ, უნდა გეკეთოს ჩაფხუტი, თოკი, ქამარი. პროცესი მიმდინარეობს ახლა. აქ სამწუხაროდ წარწერები ხდება და მე არ მივესალმები ამას. წვიმიან ამინჩი, შეგიძლიათ ახლა მოყიდეთ და გაათიოთ ღამე. ბუნებრივი, ესეთი კარგი საკარვე, ჭყალებში საკარვე ადგილია. მივესალმები ესეთ კარგ ადგილებზე ყოფნას. ჩემი ლაშქრობა მე არ წარმომიდგენია ქადის და ბანანის გარეშე. წყალიც არ უნდა დაგჭეთ ხალხო, თორემ მოგწყურდებათ. ხეობაში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან ძიმეა. მდინარეს ჩამოტანილი აქვს სხვადასხვა ტიპის ნაგავი და იმედი მაქვს, რომ ქუთაისში ჩვენ საზოგადოებრივ მოვახდენთ ორგანიზებას, შევძლებთ მსგავსი თავშეყრის თუ ზოგადად საკემპინგე ადგილების დასუფთავებას. როგორც იცით, აქ სათბურებით ასობით ადამიანი ბანაობს. მსგავს ადგილებში შესვლისგან თუ კი პროფესიონალი ადამიანი არ გეყოლება, გვერდით თავი შეიძლება. შესაძლებელია რომ ბეტმენიც ვიყოთ, საინტერესო ფორმის ტალეგნიტები. თვითავს დღევანდელი ლაშქრობის მიზანია მოწამეთის მონასტრიდან გადავიდეთ გელათის მონასტერში. მონასტერს მივუყვებით გვერდით ამ მხრიდან. ესეთი გზა არის. აი ეხლა იწყება მეგობრებო თავგადასავალი. ამას ეძახიან გონდის ხიდს. მე მგონი ცოტა მყარია. ამ ხიდზე უნდა გადავხედეთ ხილად. ასევე ვისაც გესვინიათ გასი ხიდების ოერიდეთ. დიდად არ გირჩევთ. ცოტა უსაფრთხოა კი. გადაშორით წვიმის დროს აქ გადასვლა უფრო რისკია, იმიტომ რომ აი ეს სველია და სრიალებს. გირჩევთ რომ ძალიან ფრთხილად გადახვიდეთ. პირველ რიგში არ იჩქაროთ, ნაბიჯების სწორად დაადგით. ეს არის ორთვალა მღვიმის ბანერი. სიმართლე რო გითხრათ, ვერ ვიპოვი ორთვალა მღვიმეს. და წავიდეთ საკაჟიას მღვიმეში. ეკლებიანი ბურდოებით არის ავსე. აი თხელი შარულით სიარული ლაშქრობის დროს აი ესეთ ადგილებში არ არის რეკომენდირებული. არის ცნობილი საკაჟიას მღვიმე, რომელიც არის დაახლოებით 200.000 წლის წინანდელი და პირველი არქეოლოგიური გათხრები მოეწყო ზუსტად აქ. ეხლა არ მინდა რომ აქ სადმე ვიძრომიალო, იმიტომ რომ შესაძლებელია რამე დავაზიანო
კულტურული ფენა, იგივე არქეოლოგიური ფენა. ეს ადგილი არის დაკონსერვებული. ანუ აქ უნდა გაგრძელდეს არქეოლოგიური სამუშაოები. ეხლა ვიმყოფებით ზუსტად გელათის თავზე. ამ მიმართულებით კომენტარის გელათი და ვინაიდან აქ ბევრი სანახაობა, პირველ რიგში მოდი მოვინახოთ ჩვენ ბერის ციხე. შემდეგ აქეთ ჩავიდეთ დავითის კონცხზე. დავითის კონცხიდან ჩავიდეთ უკვე გელათის ეკლესიაში. ულამაზესია მეგობრებო აქაურობა. ეს არის უშუალოდ მონასტრის ტერიტორია. აი ჩვენ წინ არის ხვამლი და გახვეულია ღრუბლებში. აქეთ რაჭა. კი არ თავდება ჩვენი თავგადასავალი, ვინაიდან სანახაობები აქ იმდენია, რავი. თქვენ არ დაიღალოთ და მე არ დავიღალებ ხალხო. ხეთ როგორი კონსტრუქცია აქვს. ძალიან მაგარი ადგილი. აი იქ არის გამოჭრილი ბერის საცხოვრებელი. აი ეს ჯვარი, დაგერაი ყვავები თუ რავი რაცა. აი ეს ციხე. თავის დროს ეს ძალიან დიდი იქნებოდა. გაჩვენებთ იმ მაგალითს, რომ აქ არ ჩავალ, რადგან არ მაქვს თან თოკი და ჩაფუტი. ვინაიდან არის საკმაოდ ახლი და დამრეცი. მე კი შემიძლია ჩავიდე გარანტობლები. არც არაფერი არ მომივა, თუმცა უსაფრთხოება თვითონ სხვა რამეს ამბობს. ამის ქვემოთ არის დიდი ოთახი, რომელსაც აქვს ორი ფანჯარა. იცნები რომ ავძრე, ოღონდ ისე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ჩემთვის პირველ რიგში არის უსაფრთხოება და არა სულარული გადაწყვეტილება, რომელიც დაგაზიანებს. ჰოპა. იქ არის მოწამეთა ქვემოთ. კარი უბერავს. უკან გელათი. ხო რა, ძალიან მაგარი ადგილია. აი წარმოიდგინეთ, აქ რო დიდი კოშკი დგას. თქვენ შვილდის არ გიგავიათ ხელში და უკან ქვემოთ მტერი მოდის. აი მენა სახეს გააძრობ რა. მითო იყო დავითი ძლიერი მეფე რა. აი ესეთ რაღაცას რო ააშენება. აი ესე არის ქვემოთ გადაგრეული. ეს კოშკი ძალიან დიდი კოშკი იქნებოდა. და აი ნახეთ, აი კედელი იქაც არის. ის მაგიდა ვინმემ დადგა? ანუ ახალი დადგმულია ის მაგიდა? რაშრომ ჩაიარა უსაფრთხოდ, რაც ძალიან გასახარებული ფაქტია. ამიტომ გამოიწერე ჩემი არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოებს.